იღუმენი ნიკონი, სიმდაბლე, წერილი 21. მშვიდობა და კურთხევა ღვთისა შენზე და შენი წერილი ნიკოლოზობას მივიღეთ. ძალიან მიხარია, რომ არ შეშინდი ქადაგების დროს. ხომ ითქვა, რომ როცა საჭირო იქნება, არა თქვენ იყვნეთ მეტყველნი, არამედ სული მამისა თქვენისაი. ხო და შენზე აღსრულდა ეს ნათქვამი. დედის გული, ვაი მათ, ვინც ამ გულს შეურაცხყოფს. ბევრი ცრემლის დაღვრა მოუწევთ ასეთებს, რათა საკუთარი გულები სინდისის ქეჯნისაგან გაათავისუფლონ. ყველაფერი ამ სოფლად იწყება კაცისთვის, სამოთხეცა და ჯოჯოხეთიც. მხოლოდ აქვე სულიერად მკვდარნი ვერ გრძნობენ ვერაფერს, ვიდრე არ აღდგებიან საუკუნო სატანჯველისთვის, რომლის რეალობასაც ისინი მოწმობენ, ვინც აქვე აღდგა და განიცადა ის ტანჯვა მომავალი სატანჯველის სახეს, აჩრდილს რომ წარმოადგენს შეუნანებელთათვის. აი რა რთული წინადადება გამოვიდა, ფორმაში ნაარს შესატყვისება. ნუ გადაიღლები, ცუდ მედიდობას ნუ დაემორჩილები და ნუ გეწყინება, თუ იმას ვერ მიიღებ, რასაც მოელოდი. სიმდაბლე ისწავლე, რაც არ უნდა მოხდეს, ცუდი თუ უსიამოვნო მიიღე როგორც დამსახურებული. მარკოს მოღვაწე ამბობს, არაფერი ხდება ისე თუ კაცს არ დაუმსახურებიაო. სინანულის ერთი მხარე ისაა, რომ ყოველი მწუხარება ჩვენს მიერ ქმნილნი ცოდვების შედეგად მივიღოთ. ეს ადამიანს სიმდაბლეს ასწავლის. იმისათვის რომ მოიხვეჭოს სიმდაბლე, მასთან ერთად კი მშვიდობა ღვთისა, რომელი ხმაც ყოველთა გონებათა, მრავალი წარუმატებლობა, დაცემა, შეურაცხყოფა უნდა მოითმინო. მუდმივ წარმატებებს შეუძლია დაღუპონ სულიერი კაცი. ამიტომ ღვთის განგება იძულებულია მოუვლინოს მას სხვადასხვა განსაცდელები, წარუმატებლობები, მწუხარებები, სნეულებები და სხვა. რათა კაცმა 1000 მაგალითის საფუძველზე შეიცნოს თავისი უძლურება და საკუთარ თავზე კი არ დაამყაროს სასუება, არამედ მთლიანად ღმერთს მიენდოს. უფალმან დაგიცვას ჩვენო საყვარელო და გაკურთხოს ყოველსა ჟამსა ველით შენგან წერილს. 1959 წლის 24 მარტი.